Retail ასოციაციაში ფაქტორინგის შესახებ ახალ კანონპროექტში გარკვეულ რისკებს ხედავენ. ასოციაციამ შესაბამისი შენიშვნებით კანონმდებელს უკვე მიმართა. მათი შეფასებით მთავარი გამოწვევა ისაა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა თანხის მოვალის დასტურის გარეშე ჩამოჭრის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ასოციაციის განმარტებით დოკუმენტაცია, რომელსაც დაეყრდნობა ფაქტორი, ხშირ შემთხვევაში არ არის ზუსტი და საჭიროებს დაკორექტირებას. შესაბამისად შესაძლოა რიტეილერს თავის კონტრაქტორთან ან ფაქტორინგულ კომპანიასთან სასამართლო დავები მოუწიოს. შეგახსენებთ, რომ ფაქტორინგის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა. კანონპროექტის თანახმად, იმისთვის რომ ფაქტორინგული კომპანია დარეგისტრირდეს, სურვილს 10,000 ლარიანი მოსაკრებლის გადახდა და საწესდებო კაპიტალის 300,000 ლარამდე შევსება მოუწევს. ფაქტორინგს ყველაზე აქტიურად სწორედ ვაჭრობაში ჩართული კომპანიები იყენებენ. ჩაის მწარმოებლები ცვლილებების მოლოდინში არიან. დარგის განვითარების ახალი სტრატეგია მზადაა. დოკუმენტი სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მომზადდა და მისი განხილვები სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე დაწყებულია. სტრატეგია ქართული ჩაის ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლასა და პროცესის მარკეტინგულ მხარდაჭერას გულისხმობს. დარგმა პარლამენტს ჩაის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის გადამუშავებული ვერსია უნდა წარუდგინოს. სექტორში იმედოვნებენ, რომ საკანონმდებლო ორგანო ახალ რეგლამენტს უახლოეს 2 თვეში მიიღებს. მერძევეობის დარგის განვითარებისთვის 2025 წელს ბიუჯეტიდან 1,5 მილიონ ლარი დაიხარჯა. სოფლის განვითარების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ხელშეკრულება 40-მდე კომპანიასთან გაფორმდა. სულ გასულ წელს რძის სექტორში 2,300,000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი 71 მილიონი ლარია ინვესტირებული. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს თანხები დარგის სწრაფი განვითარებისთვის არასაკმარისია. მით უმეტეს, რომ საქართველო ნედლი რძის წარმოების მიმართულებით დეფიციტურ ქვეყანად რჩება. სოფლიოში მეხსიერების ჩიპების დეფიციტი ღრმავდება. როგორც TBC კაპიტალის პუბლიკაციაში აღნიშნული, ტექნოლოგიური სექტორის აქციების ვარდნის პარალელურად გლობალურ ბაზრებზე მეხსიერების ჩიპების მწარმოებლების, მათ შორის Samsung-ის, SanDisk-ისა და Micron-ის ღირებულება ასტრონომიული სიჩქარით იზრდება. პროგნოზების თანახმად, მხოლოდ 2026 წელს AI პროგრამებისა და მოდელების სამართავად საჭირო მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის $600 მილიარდ მეტი დაიხარჯება. უპრეცედენტო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჩიპების მწარმოებლებმა წარმოო ხაზების სრულად გადააწყვეს. პრიორიტეტი ახლა AI-ისთვის განკუთვნილი სპეციალური მეხსიერებაა, რამაც სტანდარტული ლეპტოპებისა და ტელეფონების კომპონენტებზე მწვავე დეფიციტი შექმნა. მიწოდების სიმცირემ ფასების შოკური ზრდა გამოიწვია. ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის რეკორდულ ინვესტიციას აანონსებს. 10 წლეულის ბოლომდე ის $50 მილიარდი დახარჯვას გეგმავს, რათა ახალი ტექნოლოგიები ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. გადაწყვეტილება ნიუ-დელიში გამართულ ხელოვნური ინტელექტის სამიტზე გახდა ცნობილი. ინვესტიცია ძირითადად განვითარებადი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციას მოხმარდება. ამერიკული კორპორაცია განსაკუთრებულ აქცენტს ინდოეთის ბაზრებზე აკეთებს, სადაც გასულ წელს უკვე განხორციელდა $17 მილიარდ ინვესტიცია. Microsoft-ის წარმომადგენლების განცხადებით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო განამტკიცებს მათ პოზიციებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ციფრულ ბაზარზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ $36 მილიარდი ახალი საინვესტიციო პროექტები დაანონსა, რომელსაც იაპონური მხარე დააფინანსებს. შეთანხმების ფარგლებში ტექსასის შტატში ნავთობის საექსპორტო ობიექტი აშენდება. ჯორჯიაში ინდუსტრიული ალმასების ქარხანა გაიხსნება, ხოლო ოჰაიოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგური ამოქმედდება. დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს არის პირველი ეტაპი იაპონიის მიერ აღებული ვალდებულებისა, რომელიც ამერიკის ეკონომიკაში ჯამში $550 მილიარდი ინვესტირებას ითვალისწინებს. შეთანხმება სავაჭრო გარიგების ნაწილია, რომლის საფუძველზეც იაპონურ იმპორტზე ამერიკული ტარიფები 15%-მდე შემცირდა. მიუხედავად მასშტაბური ანონსისა, პროექტების ტექნიკური დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.